ქუთაისში, ბათუმსა და გურჯაანში უპატრონო მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამა დაიწყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას, კასტრაციას, სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო მიკედლებული ცხოველის კუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამის განხორციელების მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ სოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები, სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.